საქართველოს ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები იზრდება. გასულ წელს საქართველოს ყაზახეთიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარის სავალუტო ნაკადები მიიღო. 995 მილიონის დოლარის პორტფელი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებით, ექსპორტით, ტურიზმითა და ფოლადი ნაკადებით შეივსო. ეს მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით გაორმაგებულია. კვლევა, რომელიც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით TBC კაპიტალმა მოამზადა, აჩვენებს, რომ გასულ წელს თითქმის გაორმაგდა ექსპორტი შუა აზიის უდიდეს ქვეყანაში და 7,3 მილიონ დოლარს მიაღწია. აქ დომინანტი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იყო, თუმცა გაიზარდა საკვების და სასმელის, ასევე მედიკამენტების და ელექტრონული და ოპტიკური მოწყობილობების ექსპორტიც. 2023 წელს საქართველოში 53 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ყაზახეთიდან, ძირითადად კი ტრანსპორტირებისა და საფინანსო სექტორი იყო დომინანტი. საქართველოსთან ყაზახეთში კი 32,5 მილიონი დოლარი გავიდა FDI-ის სახით. რას აჩვენებს რიცხვებში გამოსახული საქართველოს-ყაზახეთის კავშირები, რა ინტერესი აქვს შუა აზიურ ქვეყანას საქართველოს მიმართ, რა გამოწვევებია ამ ურთიერთობებში და რამდენად ხდება პოტენციალის ათვისება. გიორგი ჯახუტაშვილი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მადლობა, რომ გვეწვიეთ და საინტერესო კვლევაც ნახეთ. უკვე მიიღო რაღაცნაირად ტენდენციის ხასიათი ამ კვლევამ, უკვე დინამიკაში უყურებთ თქვენ ამ რიცხვებს და ჩემთვის საინტერესოა, რას გაჩვენებთ ეს რიცხვები, რომელსაც ყოველთვის არ აქვს აღმავალი ხასიათი, მაგრამ საკმაოდ ნორმალურ ტენდენციას მაინც ხედავთ. მადლობა ნინო შეფასებისთვის. ძალიან სასიამოვნოა ამ შეფასების მოსმენა, რადგან ჩვენი ამოცანაც სწორედაც ეს იყო, რომ ესეთი ტიპის ორგანიზაცია შექმნა, ყოფილიყო გარკვეული ინსტიტუციონალიზაცია იმ ურთიერთობებშიც, რაც ყაზახეთთან ქვეყანასთან, რომელიც იყო ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი 2000-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოსთვის და შუა აზიიდან 94% ინვესტიციის, პირდაპირ ინვესტიციის ყაზახეთის მიერ არის განხორციელებული. ქვეყანა ამ ტენდენციების მიხედვით ჩვენ ვხედავთ, რომ ტურისტულ ნაკადებში 2023 წლის მონაცემებით ყაზახეთი არის ნომერ პირველი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ნაკადი და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ისრაელი, გერმანია და ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პარტნიორი. ამ შემთხვევაში და ჩვენ ინტერესია ცხადია, რომ დავინახოთ ზუსტად ტენდენციები, ყოველწლიურად გავზომოთ, შევამჩნიოთ ის გამოწვევები, რაც ამ ურთიერთობებს ხელს უშლის და პირიქით დავინახოთ შესაძლებლობები, თუ სად შეგვიძლია ყურადღებით ვიყოთ, სად შეგვიძლია ბიზნესი და სხვა ორივე ქვეყნის ხელისუფლებები, ესე ვთქვათ, პოლისი მეიკერები ყურადღებით იყვნენ, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ჩვენ TBC კაპიტალთან ერთად ნამდვილად ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, ყოველ წელს ვაჯამებთ წინა წელს და გასულ პერიოდს, ხედავთ ტენდენციებს და შემდგომ ამ ტენდენციების საფუძველზე ვცდილობთ დაინტერესებული ჯგუფების ინფორმირებას ყველა მიმართულებით. ძირითადი 4 მოდულისგან შედგება ეს კვლევა. პირველი ნაწილი არის მაკროეკონომიკური მონაცემები, რაც მიმოიხილავს საქართველოს და ყაზახეთს ზოგადად ესე ვთქვათ რეიტინგებში, ინფლაციის დონეს და მონეტარულ პოლიტიკას და ყველაფერი იმას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებისთვის და შემდგომ მოდის 3 მოდული, რაც არის ზუსტად ფინანსური ნაკადები. ეს არის ტურიზმიდან მიღებული ფინანსური ნაკადები, ინვესტიციები და ვაჭრობა. ცხადია ყველგან რომ თქვათ, ესეთ რომ შევაფასოთ სტატისტიკურად ნაშთი ყველგან კარგი გვაქვს, ანუ ტურიზმი საკმაოდ დინამიურად იზრდება, ოღონდ ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით, ცხადია საქართველოსთან ყაზახეთის მიმართულებით ჯერჯერობით ინტერესი არ არის, თუმცა აქ არის დიდი პოტენციალი, პირდაპირ ფრენებია 5 ქალაქიდან და ეს ძალიან ხელს უწყობს და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია ტურიზმის კუთხით, იმიტომ რომ ყაზახები არიან ის ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში დიდი პროცენტულობით დაახლოებით 70% შემოსული ნაკადიც რჩება 4 დღეზე მეტი და ხარჯავენ ფაქტიურად ევროპელი ტურისტის ოდენობის თანხებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტურიზმისთვის. ყაზახეთიდან ვაჭრობას შეეხება, ვაჭრობა ძალიან საინტერესო მოდული არის. ფაქტიურად ყაზახეთიდან აქეთ, ანუ საქართველოს მიერ ყაზახეთში შესყიდული ძალიან ცოტა არის. ამას გარკვეული თავის მიზეზებიც აქვს, მაგრამ გარკვეული პოტენციალიც აქვს და ვაჭრობაზე წინასწარ გავაჟღერებ, ჩვენ კიდე ახალ კვლევას ვამზადებთ, უკვე უფრო დეტალურ კვლევას Policy Research Center-თან ერთად, PMCG, ესე ვთქვათ და მალე ამ კვლევასაც წარმოაჩენთ ძალიან კარგი მონაცემები
ძალიან საინტერესო ტენდენციებია. თუმცა ვაჭრობასაც შეეხება ორი მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთება მინდა. თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 700 მილიონი იყო 2023 წლის ვაჭრობა, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორად ხდის ყაზახეთს საქართველოსთვის. თუმცა 700 მილიონში 500 მილიონით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი. ეს არის მხოლოდ 2023 წელი, ანუ 2022-ში იყო თუ სწორად მახსოვს 106 მილიონი და 2023-ში იყო 500 მილიონით მეტი, ანუ 600 მილიონი. ეს ერთის მხრივ არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, მაგრამ ძალიან საგანგაშო და მე პირიქით აი ამ ეთერით ვისარგებლებ და წინასწარვე გარკვეულწილად განგაშის მესიჯს გაუგზავნი დარგსაც, განგაშის გაუგზავნი ხელისუფლებასაც, რომ ამ დარგს მიაქციონ ყურადღება, ვინაიდან ყაზახეთის მონაცემების შესწავლიდან იკვეთება, რომ ეს არის ერთჯერადი, ერთი წლის მონაცემი და ეს არ არის მარტო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე და ვთქვათ ეს არ არის ის манипуляცია რომ საქართველოსდან ყაზახეთში შედის მანქანები და შემდგომ აქედან ამასთან კავშირში ამ ეტაპზე არ არის ეს იმასთანაც არის დაკავშირებული რომ პოსტ-კოვიდის პერიოდში გარკვეული თავშეკავება იყო ყაზახურ ბაზარზე მანქანების შეძენის ეხლა გარკვეულწილად 2023-ში 2022-ში დაწყებული მოძრაობა 2023-ში გადაითარგმნა შედეგში მაგრამ თვითონ ყაზახეთის ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების ეს ვთქვათ იმპორტის და ადგილზე წარმოების ტენდენციებს თუ შევხედავთ ძალიან გააქტიურებულია ჩინური იმპორტი ფაქტიურად გასამაგებულია 2022-სა და 2023-ს შორის და 2023-სა და ეხლა 24-ში გარდამავალი პლუს ადგილზე გასამაგებული არის ასევე შიდა ლოკალიზებული წარმოებები როგორც არის Chevrolet, Hyundai და ჩინური წარმოებები. შეიძლება არა ნამდვილად დაუბრუნდება ან ნიშნულს ან პირიქით კიდევ შემცირდება რაც მე ვფიქრობ საქართველოსთვის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული ამ სექტორში და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეხლაც შეიმჩნევა დარგის ექსპერტებთან და დარგში მომუშავე ჯგუფებთან როცა ვსაუბრობთ, შეიმჩნევა ბაზრის სტაგნაციის, ანუ მანქანების რეალიზაციის შეჩერების პროცესი, რაც უკვე ნიშანია იმისა, რომ ყურადღებით უნდა იყოს სექტორი დაგეგმვაში. ეს ის მოსალოდნელიც იყო, რომ მაინც ერთჯერად იქნებოდა ეს ავტომობილების ასეთი მკვეთრი ზრდა და გრძელვადიან ჭრილში შენარჩუნება შეიძლება რთული ყოფილიყო. მოსალოდნელი შეიძლება იყოს, თუმცა სექტორი, როდესაც საკმაოდ ხმათ არის ჩახედული და ამ სიგნალებს ესე ვთქვათ ტენდენციურად არ აკვირდება და ამ საკითხზე ესე ვთქვათ საჯარო საუბარი არ არის, შეიძლება ამას გარკვეული მოლოდინის რეჟიმი მოყვეს, რომ ესე გაგრძელდება და თუ წინა წელს მოთხოვნა უცებ გაიზარდა 500 მილიონით, ის 500 მილიონი მიღებული რესურსი შეიძლება ისევ ჩაიდო იმ ნაშთში, რაც ახალი რესურსების შევსებაში და ნაშთის შევსებაში წავიდოდა და ეხა ის ნაშთი ხო გაუყიდავი დარჩება ფაქტიურად და დაანგრევს სექტორს. გადავიდეთ ეს ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი, რისი გაჟღერებაც აუცილებელი იყო, მეორე მნიშვნელოვანი რაც არის სტაბილური ზრდა არის სასმელებში. და არ გულისხმობა ალკოჰოლურ სასმელებს, იგულისხმება მინერალური და არამინერალური. ეს ერთი ყველაზე მსხვილი მიწოდებლები აღმოჩნდით, ხო, მინერალური წყლების ყაზახეთისთვის. დიახ, და ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, რომ საქართველოს როგორც ბრენდი, ქართული პროდუქტი ძალიან პოზიტიური პოზიციონირებით არის ყაზახურ ბაზარზე, მათ მოსწონთ საქართველოს ტურისტულად დადებითი ემოციები აქვს, ცნობადობა აქვს. შესაბამისად, ის პროდუქტები, რომლებიც თაროზე ჩნდება და ხელმისაწვდომია სტაბილურად იზრდება რეალიზაციაში. აქ პრობლემა სხვა რამეშია, რომ ჩვენ არ გვაქვს იმ მოცულობის შესაბამისი საექსპორტო მოცულობის და ხარისხის პროდუქტი ბრენდირებული, რომ შევავსოთ მარტო ყაზახური ბაზარი და შუა აზია ხო მარტო ყაზახეთი არ არის შუა აზიაში ორჯერ მეტი მოსახლეობა უზბეკეთში. ბიზნესმა იცის ეს ხო, მაგრამ ძალიან ნელა მიდის და ნაბიჯებს დგამს. რატო ვერ ვაჩქარებთ ხოლმე ამ შესაძლებლობას? რატო ვერ ვიყენებთ ვერც ერთ ბაზარზე ამ შესაძლებლობას? მე სულ ყოველთვის წინა ეთერებშიც და ამ ეთერში დავაფიქსირებ და ბიზნესთან ყოველთვის ჩემს კოლეგებთან იგივე ვსაუბრობ, რომ კარგია ევროპული ბაზარი, თუმცა ჩვენ დავიმახსოვროთ, რომ ევროპულ ბაზარს აქვს თავისი მკაცრი მოთხოვნები.
და შუა აზიის ბაზარი არის 100 მილიონი მოსახლის ბაზარი, სადაც ნაკლებია გაცილებით სტანდარტები, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სარეალიზაციო მოცულობები გავასწოროთ შუა აზიაზე, დავალაგოთ წარმოება და შემდგომ ასევე პარალელურად ვიზრუნოთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი. თუნდაც მიღებული თქვათ თანხები განვითარებაში ჩავდოთ. სამწუხაროდ აი სწორედ აღნიშნეთ, რომ განვითარების ეტაპები არ არის გავლილი ბევრ ჩვენს ადგილობრივ წარმოებაში და ადგილობრივ საწარმოებში. ფაქტიურად ჩვენ არ გვყავს მომზადებული კომპანიები საექსპორტოდ. ვინც კი მზად არის, მაგალითს ვიტყვი კომპანია ბორჯომი, რომელიც არის ლიდერი ამ ექსპორტში, ყაზახეთში ამ შემთხვევაში. თქმა უნდა, მათ საკმაოდ გააზრებული სტრატეგია აქვთ საექსპორტო და შესაბამისი რესურსებიც აქვთ ადამიანური და მატერიალური. მოდით ვისაუბროთ სხვა ნაწილზეც, იგივე FDI ტრანსპორტის მიმართულება იყო აქ ლიდერი და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ შუა აზია და ყაზახეთი საერთოდ გაცხადებულიც ჰქონდა გასულ წელს განმავლობაში, რომ შუა დერეფნის მიმართ გარკვეული ინტერესი ჰქონდა. საქართველოში როგორც ვიცი, ტერმინალით შევდება ერთ-ერთი ტვირთების გადაზიდვისთვის. აი ამ მიმართულებით რამდენად თქვათ ითარგმნა ინიციატივები კონკრეტულ პროექტებში, რა ხდება ამ კუთხით რომ თქვათ და რამდენად რეალურად შეიძლება რომ დაიწყოს იგივე ნავთობის გატარება, რაღაც მოცულობები ახლა გადის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის მილსადენით, თუმცა ბაქოს სუფსის მილსადენის ათვისებაზეც იყო საუბარი, თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრების დონეზე გვაქვს. აი რა ხდება ტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. ცალსახად ინიციატივა, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტმა გააჟღერა გასულ წლებში, რომელიც ცხადია მომდინარეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ პოლიტიკის გააქტიურებას, ამას აქვს დადებითი ეფექტები ამ კორიდორზე და კერძოდ საქართველოზე. სწორედ აღნიშნეთ, რომ გარკვეული საინვესტიციო პროექტებიც დაიძრა და დაწყებული არის და გრძელდება მოლაპარაკებები სხვადასხვა ტვირთის გატარებაზე, ცხადია. სრულად დატვირთულია ბათუმის პორტის მიმართულება და ბათუმის პორტით ყაზახური ნავთობი გაედინება 1.5 მილიონი ტონა დაახლოებით ეს. სწორად აღნიშნეთ, რომ სუფსის მიმართულებითაც არის საუბარი, აქაც 1.5 მილიონი ტონაზეა საუბარი და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენსაც დაემატა ყაზახური ნავთობი დაახლოებით ესეც 1.5 მილიონი ტონის მოცულობაში და ეს არის ლიმიტი ჩემი ინფორმაციით ეს არის ლიმიტი ამ კორიდორის ამ ეტაპზე და ეს არ არის საქართველოს და აზერბაიჯანის ბრალი, ეს არის ყაზახეთის ტვირთგამტარობის პრობლემა. ამ შემთხვევაში აქტაუს აქვს შეზღუდული ტვირთგამტარობის პრობლემა და ჩვენ ნავთობთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ შუა დერეფანი გახდება ყაზახეთისთვის გარკვეული რისკების დივერსიფიკატორი, რადგან ეს არის სულ რაღაც 10% მთლიანი ყაზახური ექსპორტის და ისინი დღეს დამოკიდებულები არიან რუსეთის დერეფანზე, ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ტენდენციები მაქეთ მიდის. საქართველოს მთავრობა რკინიგზასთან ერთად, აზერბაიჯანის მთავრობასთან და ყაზახეთის მთავრობასთან შესაბამის რკინიგზებთან ერთად აქტიურობენ, თუმცა მე მოუწოდებდი კერძო ბიზნესაც, რომ ჩაერთონ ამ მარათონში. ჯერჯერობით არის გარკვეული ინფორმაციის ვაკუუმი, არ არის ძალიან ცალსახა რა პროცესები მიმდინარეობს, ძალიან კულუარული პროცესები არის. თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ეს უნდა ითარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და საჭიროებაც არის. ნამდვილად არის საჭიროება, მარტო მანქანები რო ავიღოთ, ეხლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ 500 მილიონის მანქანი გადაიზიდა, ამას გამტარუნარიანობა ჭირდება, ამას ჭირდება კასპიის ზღვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ზუსტად რო ახსენე კვლევა, ჩვენ ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს ჩვენ უკვე ეს კვლევა დასრულებული გვექნება და განვაცხადებთ. თუმცა ბევრი პროექტია ისევ განსახორციელებული ყაზახეთის მხარეშიც არ დაგვაუწყეს ბაქო-თბილისი ყარსის მონაკვეთი, ჯერ ესეც დაკვირვების საგანი არის და ამასაც უნდა დავაკვირდეთ. არის პროდუქტები, რომელიც საერთოდ არ მოდის ყაზახეთიდან ჩვენი დერეფნის გავლით. მათ შორის ნედლეუს გულისხმობ და მათ შორის ისეთ ტვირთებს, რომლებიც ჩვენ ძალიან გვჭირდება, მაგალითად იგივე ხორბალი. ამას ყოველ ეთერში ამაზეც საუბრობთ ხოლმე და სამწუხაროდ ხორბალი ვერ გადმომისამართ ამ დერეფანში. უნდა დავასრულოთ, ძალიან ცოტა დრო მაქვს, მინდა გითხოთ უბრალოდ ამ წელს, რომელიც ჩვენთვის რთული წელი არის და მართლა ძალიან ბევრი მოვლენები მოხდა, ველოდებით არჩევნებსაც. დღეს თქვენი აზრით როგორ გამოიყურება საქართველოს საინვესტიციო, იგივე ბიზნესისთვის, რას უნდა ველოდოთ და თქვენი მოლოდინი რა არის? ცხადია, ყველა გადავიდა დაკვირვების რეჟიმში.
კარი გარკვეული გაურკვევლობა, ეს კულტფელად უნდა ითქვას. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ნეგატიური მოვლენების მოლოდინი გვაქვს, მეც არ მაქვს პირადად ძალიან დიდი ნეგატიური, მე ვფიქრობ, რომ ნებადაღელვა გადაივლის და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და დაიდება ის შედეგები, რაც არის. ცხადია, რომ ჩვენი ადგილი არის დემოკრატიულ სამყაროში და საქართველოს თუ განვითარდება დემოკრატიული გზით და ამ შემთხვევაში მივიღებთ ჩვენ ეკონომიკურ ზრდასაც და უსაფრთხოებასაც, თუმცა ამას გარკვეული დრო ჭირდება და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი საფრთხე არის, რასაც ბეწვის ხიძე გავდივართ და დანარჩენი უკვე პოლიტიკოსების საქმეა. ვინც კი ჩართული ვართ, მე ვფიქრობ, აქტიური მოქალაქეები, ვინც ვართ ბიზნესში ან არასამთავრობო ესე ვთქვათ ორგანიზაციების მიმართულებით, ყველამ უნდა ვაკეთოთ მაქსიმუმი ჩვენ პროფესიაში და ამ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ჩვენ არ ვჩერდებით, ჩვენთვის მოცემულობა არის, რომ გავიხედოთ 6 თვით რამოდენიმე წლის იქეთ და დავინახოთ, რომ ის პოტენციალი, რომელიც აქვს საქართველოს, აუცილებლად უნდა ავითვისოთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ერთად პროცესებსაც ვაკვირდებით, თუმცა პროცესები მაინც არ ჩერდება. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი. საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობებზე საუბრობდით. გიორგი ჯახუტაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.